შოტლანდიაში შექმნილი ქართული სილამაზის ბრენდი საკმაოდ საინტერესო ბიზნეს ისტორიით არის ჩვენ დღევანდელი თემა. გლობალური კოსმეტიკის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება შესაძლებლობები ბიზნესისთვის, მაგრამ პარალელურად მკვეთრად მზარდი კონკურენციის ფონზე, როცა ბაზარს გიგანტები აკონტროლებენ, განსაკუთრებით რთულია პატარა და ახალი კომპანიებისთვის საკუთარი ადგილის პოვნა. თუმცა ზოგჯერ სწორედ განსხვავებული ისტორია, მკაფიო იდენტობა და ხარისხი ხდება ის გზა, რომელიც პატარა ბრენდს დიდ მოთამაშეებთან აკავშირებს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ სილამაზის ბრენდზე, რომელიც შოტლანდიაში შეიქმნა, მუშაობს მხოლოდ ქართულ ნედლეულზე და ოპერირების რამდენიმე წელში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდთან კარტიესთან თანამშრომლობა მოახერხა. ლებარდე Natural Skincare ბრენდი, რომელიც შთაგონებულია კოლხეთის მემკვიდრეობით, მედიას სახელითა და საქართველოს ალპური ბუნებით, მიღებული აქვს 18 საერთაშორისო ჯილდო, ხოლო ახლო მომავალში კომპანია საქართველოში ფილიალის გახსნას გეგმავს. ჩვენი სტუმარია მაია გიგიბერია, ლებარდეს დამფუძნებელი, რომელიც გაგვაცნობს ახლა იდეიდან დღევანდელ დღემდე ლებარდეს ისტორიას. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ალბათ მაია, პირველ რიგში ალბათ საინტერესო იქნება ჩვენს მაყურებელს მოვუყვეთ, საიდან გაჩნდა იდეა შოტლანდიაში, რომ შეგექმნათ ქართული სილამაზის ბრენდი და სიმბოლური სახელი ლებარდე, რატომ შეარჩიეთ იდეიდან მის ხორჩესხმამდე რა პერიოდი დაგჭირდათ და რა გზა გაიარეთ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლებარდეს ბრენდი დავაარსე 2019 წელს შოტლანდიაში. ეს იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მე თვითონ მქონდა ძალიან სენსიტიური კანი და ჩემს თავზე ვერ ვიპოვე, ანუ ჩემთვის შესაფერისი პროდუქცია, რომელიც მოუხდებოდა ჩემს კანს. და დავიწყე ამაზე კვლევა, ანუ სანამ 2019 წელს ეს რეგისტრაცია იქნებოდა 5 წლით. მანამდე 5 წელი მე ვატარებდი კვლევას. 3 წელი იქ ვისწავლე, გავიარე რაღაც კურსებიც და შევისწავლე ძირითადად ფლორა და ანუ მცენარეები. შემდეგ უკვე რადგან მინდოდა რომ საქართველო წარმომეჩინა და სახელიც მაგიტომ შევარჩიე. მე თვითონ ვარ კოლხეთიდან, ანუ დასავლეთ საქართველოდან და თავიდან მინდოდა დამერქვა კოლხეთი, იბერია, უფრო ისეთი სახელები, მაგრამ ძალიან ვერ დავარეგისტრირე, იმიტომ რომ რთული იყოს ეს სახელები უკვე აღებული აქვს სხვა ქვეყნებში, ევროპაში არის ეს სახელები დარეგისტრირებული. ამიტომ ლებარდე დარეგისტრირდა და ძალიან წარმატებული სახელია და დღესდღეობით უკვე ვართ წამყვანი ლაქშორი ფუფუნება ბრენდი დიდ ბრიტანეთში. კი ბატონო, ანუ საქართველოს პოზიციონირება ქვეყნის საზღვრებს გარეთ თქვენ უკვე დაიწყეთ ამ ლებარდეს სახელწოდებით, რაც არის ძალიან მისასალმებელი სიმბოლური დატვირთვა აქვს ნამდვილად. მოდით ვისაუბროთ ინვესტიციაზე, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ლაქშერი ბრენდზე ვსაუბრობთ, ხომ ასე? საინტერესოა რა იყო საწყისი კაპიტალი, როგორ განვითარდით და დღეს რა საფოსო სეგმენტში გადიხართ, ასევე თქვენი პროდუქცია გათვლილია რომელიმე კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე და სქესზე თუ მოიცავთ უფრო ფართო მასშტაბს? რაც შეეხება ინვესტიციას, ეს ბრენდი შეიქმნა აბსოლუტურად 0 ინვესტიციით. ანუ თვითონ პროდუქტი შევქმენი, შემდეგ მივიტანე ბიომეცნიერებთან და იქ მოხდა უკვე სახელმწიფო დახმარება, ანუ სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს თვითონ მეცნიერებმა და იმუშავეს ამ ფორმულაზე. შემდეგ როცა უკვე დასრულდა ამაზე მუშაობა და ეს სერტიფიკატი ავიღეთ, ეს ისედაც მე ვიცოდი რომ ძალიან კარგი იყო ჩემი აღმოჩენით, მაგრამ იმათ მას დაადასტურეს რომ ეს არის ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის პროდუქტი. შემდეგ უკვე ისევ სახელმწიფოს დახმარებით შევძელი რომ ეს ჩემი პროდუქცია დამეწყო ბიზნესი, ანუ როგორც ბიზნესი, ესე გადამექცია და ცოტ-ცოტა ესე, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი რომ ამ ხელა წარმატებას მიიღებდა და ეს იყო პირველი ჯილდო ჩვენ როცა ავიღეთ 20 წელს იმართებოდა Global Awards Beauty Award-ები იყო და იქ იყვნენ გლობალურ, ანუ სხვადასხვა ქვეყნიდან beauty ექსპერტები.
მე მაშინ არც მქონდა გამზადებული, ანუ მარტო მუშაობდი, არ ყავდა გუნდი, ვისთანაც ანუ ამ დიზაინზე ვიმუშავე და მე თვითონ თან დრო იყო ისეთი პანდემიის პერიოდი სახში ვიყავი და მე თვითონ შევქმენი ეს დიზაინი ყველაფერი მე თვითონ და ეს ფორმულა ჩავდები და დავწერე საქართველოს ისტორია. რადგან საქართველოს ისტორიას დავწერე და ყველაფერი და რატო არის განსხვავებული, ისინი ეძებენ განსხვავებულებს და კიდევ სინჯავენ, აუცილებლად ტესტავენ. აი ესეთი შეტყობინება მივიღე ამ ხალხ ქვეყანაში, რომ თქვენ გაიმართვეთ გახვედით ფინალში 15 საუკეთესო პროდუქტში მოხდა თქვენი პროდუქტი და ეს პირველი პროდუქტი იყო Natural Face Moisturizer, ანუ დღის დამატენიანებელი ბუნებრივი კანის მოვლის პროდუქტი, რომელიც გახდა ანუ გამარჯვებული დაასახელეს როგორც New Natural Product. ესეთი და ჯამში თქვენ გაქვთ 18 ჯილდო მიღებული ამ წლების განმავლობაში, რაც არის ნამდვილად აღსანიშნავი. მე მინდა გკითხოთ ნედლეულზე, სრულად ქართული ნედლეულით მზადდება თქვენი პროდუქცია. ბუნებრივია, ეს არის ერთის მხრივ უპირატესობა, ალბათ დამეთანხმებით, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ახლდეს გამოწვევები ამ ყველაფერს, რადგან წარმოება შოტლანდიაში ხდება, ანუ რა ეტაპს გადის პროდუქცია საქართველოდან შოტლანდიამდე. დიახ, ჩვენ ახლა ბოლოს მივიღეთ ჯილდო, დაგვასახელეს როგორც Luxury Skincare Brand of the Year, ანუ luxury უკვე იცვლება, ანუ ფუფუნება ხდება უკვე ბაზარზე organic beauty, ეს კოსმეტიკაში, ანუ შეიძლება ეს სიახლე აქ ცოტა გვიან შემოვიდეს, მაგრამ ბუნებრივ პროდუქციაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა უკვე კოსმეტიკაში ბაზარზე. ამიტომ ჩვენ რადგან ვართ სუფთა ბრენდი, ბუნებრივი და მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებს შევიცავთ, გამოვირჩევით ყველა დანარჩენი იმის ბრენდებისგან. რაც შეეხება ნედლეულს. ნედლეული არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ გამოგვარჩევს ინგრედიენტები. ინგრედიენტები, რომელიც არის საქართველოდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აგრეთვე შოტლანდიიდანაც გვაქვს და იქაც ძალიან სუფთა ჰაერი და კარგი ის არის, კლიმატს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს ნედლეული მართლა გვაქვს ჩვენ ძვირფასი, ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს ქართველებს და ამ პროდუქტში რაც არის, ეს არის ნედლეული. ბუნებრივია ახლა ყველაფერს ვერ გვეტყვით, მაგრამ საინტერესოა წამყვანი ნედლეული რა არის თქვენს პროდუქციაში, თქვათ რაზეც არის დაფუძნებული ეს ფორმულა? ეს ფორმულა დაფუძნებული არის სამეფო მცენარეებზე და ჩვენ ვართ მედიას ქვეყანა. ზუსტად ეს იყო ჩემი ინსპირაციაც, რომ აუცილებლად მოვძებნიდი solutions, ანუ იმის სენსიტიური კანისთვის რაღაც ისეთ ბუნებაში. ეს იყო აუცილებლად ბუნებაში, როგორც აი წამლები, ეს იყო პირველი ქალი, დავწერე მე ეს და ეს წერია ჟურნალებში, როგორც არის Vogue, GQ, Elle, ბაზარი და ყველა წამყვან მედია ლაქშარი ჟურნალებში საქართველოს ისტორია, რომ ეს არის მედია, რომელმაც შექმნა პირველი თავის მოვლის პროდუქტები, მედიცინაც მოდის მედიასგან და შემდეგ უკვე ეს ცოდნა გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამიტომ ეს ისტორია ძალიან საინტერესო გახდა მათთვის და ამიტომაც ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი და გავხდით ახლა ხან კარტიეს პარტნიორიც. კი ბატონო, სწორედ ამ ნაწილზე მინდა ახლა გადავიდეთ, რაც თქვენი კომპანიის ბიზნეს ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. კარტიესთან თანამშრომლობა ძალიან ბევრი წელი ჭირდებათ ხოლმე კომპანიებს, მსგავს დიდ მასშტაბურ ბრენდებთან, რომ ურთიერთობა დაამყარონ და მათი ნდობა მოიპოვონ, რა იყო განმსაზღვრელი თქვენს შემთხვევაში, რომ გითხრათ და ასევე საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა რას მოიცავს? იცით რა არის, ჩვენ მივიღეთ ამდენი ჯილდო, ეხლა კიდევ დაგვასახელეს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მედიის და მედიის ექსპერტების და ალბათ ეს იყო, რომ როდესაც მიკავშირდება დაუშვათ ახალი მედია, ახლა ხან Guardian-იც დამიკავშირდა ბრიტანეთიდან, ყოველთვის ვეკითხებოდი ადრე, რომ საიდან გაიგეთ, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვმუშაობ მარკეტინგულ კომპანიასთან, არც PR კომპანიებთან და ამაში ინვესტიცია არაფერი არ არის ჩადებული. უბრალოდ მათ ყავთ თვითონ თავის მარკეტინგი ჯგუფი, რომელიც რესერჩს აკეთებს, კვლევას. და შემდეგ ამ კვლევით ისინი თვითონ იგებენ, რომელი არის წამყვანი ბრენდი და ისინი აკვირდებიან მომავალზე. ანუ შეიძლება ეს ბრენდი დღეს კარგი არის, ეს პროდუქცია, მაგრამ ხვალ აინტერესებთ ყოველთვის განსაზღვრული არის მომავალში 5 წლით ადრე საზღვრავენ, რომელი იქნება ყველაზე კარგი და ამიტომ არ ვიცი, ეს რაღაც შემთხვევით მოხდა, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ დავიბეჭდეთ სანამ გარწიებდე გერც პოლო კლუბში, ეს არის
არის ბრიტანეთის ალბათ იცით სამეფო ოჯახით ცნობილი კომპანია არის და იქედან მე უკვე კარწი არის მათი სპონსორი და ეხლა ჩვენ ვიბეჭდებით უკვე კარწიეს Queen's Cup-ის პროგრამაში. და რა მოლოდინები გაქვთ, რაც შეცვლის ის თქვენი კომპანიისთვის, თქვათ აი ცნობადობის გაყიდვების ზრდის მიმართულებით, რადგან როგორც ახსენეთ, თქვენ მარკეტინგულ კამპანიებში არანაირ ინვესტიციას არ ახორციელებთ. არა, ჩვენ არ ვახორციელებთ, ეს არის ნიშე ბრენდი და ნიშე ბრენდს არ ჭირდება საზოგადოების ყვირილი, რომ საზოგადოებაში დაიმკვიდროს ადგილი და ჩვენ ყავს ჩვენი მომხმარებლები, მაღალი საზოგადოება. ეს მოგვიტანს ჩვენ ცნობადობის ამაღლებას, რა თქმა უნდა, საქართველოს, რომ ეს არის კავკასიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ყველგან ესე წერ, ესე ვარეკლამებ, ეხლაც ესე დავწერ და არის უძველესი კოლხეთიდან და ეს ჩვენი ნედლეული, რომ არის ძალიან ძვირფასი. და ამაზე, აი, ხო გეუბნებით, ამაზე არავინ არ მუშაობს, აი ხა რაღაც ჯგუფი და ეს მარტო შეოქმენი და რასაც წერ ეს მოსწონთ და არ ვიცი. ანუ პროდუქტის ხარისხი და ისტორია არის განსაზღვრელი თქვენი ბრენდის წარმატებისთვის, ასე გამოდის. ესე გამოდის. და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ძალიან სასიამოვნოა, თქვენ უკვე საქართველოში ფიქრობთ უფრო აქტიურად ოპერირებას. რას მოიცავს თქვენი გეგმები? ესე იგი, ექსკლუზიურად მზადდება შოტლანდიაში, ჯერ ეხლა გადავწყვიტეთ საქართველოში გახსნა, იმიტომ რომ ეს არის ქართულ-ბრიტანული ბრენდი და მინდა რომ ორივე ქვეყანაში იყოს ექსკლუზიურად ეს კომპანია ფუნქციონირებდეს, იყოს საწარმო ორივე ქვეყანაში და მერე თუ მოუნდება სხვა ქვეყნებს, როგორც იქნება, შეიძლება აქედანაც გავიტანოთ და იქედანაც. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ რადგან არის ქართულ-ბრიტანული, რომ ორივე ქვეყანაში არსებობდეს და ამის საფუძველი მომცა კიდე მომხმარებელმა, ქართულმა მომხმარებელმა. უკვე 1 წელია ჩვენ სანამ გავალთ ბაზარზე, აუცილებლად ვტესტავთ ჩვენს პროდუქციას მომხმარებელზე. და მივიღეთ ძალიან კარგი უკავშირი. დიახ, ესე იგი 100% დაახლოებით 100 კაცზე დავტესტეთ უკვე 1 წლის განმავლობაში და ისინი მეორედ მოდიან, ისინი მესამედ მოდიან და ეს უკვე ჩვენთვის ასე ვიგებთ როგორი არის პროდუქტი და რადგან უკვე ადამიანი მეორედ ყიდულობს მესამედ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს პროდუქტი კარგი არის და იმ ქვეყანაში აუცილებლად ეს იმუშავებს. კი ბატონო, რამდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტი საინტერესოა და ასევე მიკვლევადობა, მიღწევადობა სად არის შესაძლებელი თქვენს პროდუქციაზე? ესე იგი, ჩვენ ონლაინ ვყიდით, აქაც გავხსენით უკვე ზაფხულში ონლაინ მაღაზია, აგრეთვე სოციალურ ქსელით აქტიურია და იქ გვიკავშირდება მომხმარებელი. ჯერჯერობით ცოტას ვაწვდით, არ არის ეხა ისეთი დიდი რაოდენობით ვერ ჩამოგვაქვს, მაგრამ ეხა ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო მეტი შემოვიტანთ, რომ მოთხოვნა არის და არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ შესაძლებელი იქნება მალე უკვე გაზაფხულზე ვგეგმავთ, რომ მთლიანი ასორტიმენტი. არ გვაქვს ბევრი პროდუქცია, ნინო, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10 პროდუქტი ჯერ, მაგრამ გეგმავთ რომ გავზარდოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ესე იგი, მაინც ჩვენი მიზანი არის მინიმალური პროდუქცია და მაქსიმალური შედეგი. ანუ შედეგზე ვართ ორიენტირებული. კი ბატონო, რაც შეეხება საქართველოს, საინტერესოა თქვენ საქართველოს განიხილავთ როგორც ნედლეულის წყაროს და გასაღების ბაზარს, თუ წარმოების ჰაბადაც წარმოგიდგენიათ, რომ მომავალში გადაიქცეს? წარმოების ჰაბად ძალიან კარგი იქნება. კი ბატონო, და საფოსო სეგმენტზე მინდა გკითხოთ, რადგან ლაქშერი ნიშ ბრენდზე ვსაუბრობთ, რამდენად არის ეს ხელმისაწვდომი? ბუნებრივია, კონკრეტული თანხის დასახელება არ არის საჭირო, უბრალოდ საინტერესო, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის ფართო მასებისთვის. იცით, ლაქშერი საერთოდ განსაზღვრული არის, რომ ძალიან მაღალი ფასია და მე ვიტყოდი, რომ მე მინდა, რომ ამ ჩვენი ქვეყნისთვის შესაფერის, ანუ ხელფასზე განსაზღვრო, ხელმისაწვდომი რომ მოარგოთ. დიახ, ძალიან მინდა ესე რომ იყოს, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი მომხმარებლები არიან მაღალი ინტელიგენცია და მინდა რომ მათ ხელფას მოვარგო მასწავლებლებს, მე თვითონ პედაგოგი ვარ და მინდა რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი მათთვისაც. აგრეთვე თინეიჯერებისთვის იქნება ძალიან გვაქვს ჩვენ აკნეს ხაზი, რომელიც გამოვა და მათთვის იქნება ძალიან ხელმისაწვდომი. ანუ ჩვენ ვართ მომხმარებელზე, სად როგორ არის. ანუ ფასი შეიძლება სხვადასხვა იყოს. გასაგებია. და მინდა გკითხოთ, ახსენეთ რომ საწყის
თქვენი ბიზნესი როდესაც შეიქმნა, თქვენ თავად იყავით ყველა ეტაპზე ყველაფრის შემქმნელი. ახლა რამდენ ადამიანს ასაქმებს თქვენი კომპანია და დასაქმების მიმართულებით თუ გაქვთ გეგმები უკვე როდესაც ჩვენს ქვეყანაში აქტიურად დაიწყებთ ოპერირებას საქართველოში? დიახ, აუცილებლად უკვე აქ დასაქმებული მყავს 2-3 ადამიანი, მაგრამ ძირითადად ეს არის family business, საოჯახო ბიზნესი, ოჯახი მეხმარება და გეგმავ რა თქმა უნდა და ვარჩევ ჩემი კრიტერიუმები მაქვს ადამიანების და პროფესიონალების არჩევის. ძირითადად ბრიტანეთში ფასობს ძალიან შრომა ყოველთვის ფასდება და წესიერება. ანუ პერსონალიტი, შენი პერსონალური და ამით ვარჩევ მე ძირითადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი პიროვნება მუშაობს შენთან. ქართულ ბაზარზე პროფესიონალი კადრის პოვნა რამდენად არის რთული ამ მიმართულებაში? ძალიან ადვილი იქნება ქართულ ბაზარზე, იმიტომ რომ აქ ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, ძალიან გემოვნებიანი და უკვე წარმოიდგინეთ, აი ვიცი, რომ ნამდვილად არ გამიჭირდება ეს. კი ბატონო, და ბოლოს გკითხავთ, თქვენი კომპანიის მიზანი რა არის? ეს არის ვთქვათ ახალი პროდუქცია, მასშტაბირება, ახალი ბაზრები თუ რა? პროდუქცია აუცილებლად, იმიტომ რომ უკვე გეგმაში არის ყოველ წელს ესე ვითარდებით ახალი პროდუქცია, ბავშვებისთვის გვინდათ გამოუშვათ, როგორც სახის კანის პროდუქცია გვაქვს ახლა ბოდიქია, ანუ ტანის პროდუქცია, გვინდა დავამატოთ და ჩვენთვის აი ბავშვებისთვისაც გვინდა და ეს პროდუქცია რომ იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული. აი ჩვენ იცით როგორ არის ყველა პროდუქტი ჭირდება სერტიფიცირება დრო. ამიტომ ნელ-ნელა ვამატებთ ახალ პროდუქციას. ნუ სერტიფიცირება აუცილებელია სანდოობისთვის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას როგორც შოტლანდიაში, ასევე საქართველოში და სიახლეების კვალდაკვალ ჩვენთან კვლავ გელოდებით.